ჩემი საყვარელი ბლოგერის ბალერინა ფარმის ვიდეოს ვუყურებდი და ეს ცოტა მახინჯი დესერტი მოამზადა. იმდენად მომეწონა ინგრედიენტები და ვიგრძენი რომ გემრიელი იქნებოდა, ვიზუალურ მხარეს აღარ მივაქცია ყურადღება და მეც სასწრაფოდ გადავიღე ეს ვიდეო თქვენთვის. ოღონდ მე ცოტა შემებურად მოვამზადე. ვაშლი, დარიჩინი, ნიგოზი და ქიშმიში. ყველაფერს უხდება, ასე რომ ვინც მოამზადებთ, უპირობოდ მოგეწონებათ. მოკლედ დავიწყოთ. შაქარი, კვერცხი და რძე ათქვიფეთ, დაუმატეთ დარიჩინი და ვანილი. შემდეგ პური ან ტკბილი ფუნთუშა დაჭერით კუბებად და გადაიტანეთ კვერცხიან მასაში. ამოურიეთ და ცოტა ხნით გადადგეთ. ცალკე გათალეთ და კუბებად დაჭერით ვაშლი. დაუმატეთ დაქუსმაცებული ნიგოზი, ასევე ქიშმიში, შაქარი, ცოტა დარიჩინი და დააწურეთ ლიმონი. ესეც ამოურიეთ. შემდეგ ტაფაზე გაადნეთ კარაქი, გადაიტანეთ ვაშლი და ცოტა ხანი მოშუშეთ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ კვერცხიან პურიან მასას და კარგად ამოურიეთ. გადაიტანეთ დაცხიმულ ფორმაში. თავზე მოაყარეთ შაქარი, ხრაშუნა ზედაპირს გაიკეთებს და ძალიან მოგეწონებათ. გამოაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი და გემრიელად მიირთვით.